ბრიუსელის ისტორიული ცენტრალური მოედანი დროებით ფერადი ყვავილებით არის მორთული, რადგან ყვავილების ხალიჩის წლევანდელი ღონისძიება იაპონურ კულტურას ეძღვნება. ყვავილების კომპოზიციის შემქმნელმა ჰირო სუგიამამ იაპონიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მხატვრის კაცუსიკა ჰოკუსაის პატივსაცემად კანაგავის დიდი ტალღა ასობით 1000 ყვავილით გააცოცხლა. თავდაპირველად ჩემი შექმნილ დიზაინში მეტ ფერს მოვიაზრებდი, მაგრამ რადგან ეს 4 დღიანი ღონისძიებაა, მითხრეს რომ ფერები 15-მდე ან 16-მდე უნდა შემეზღუდა. ამიტომ დიზაინის შეცვლა მომიწია. სიმართლე გითხრათ, თავიდან საკმაოდ ღელავდი ამის გამო, მაგრამ როგორც კი აქ მოვედი და ვნახე დიზაინი და ყვავილების განლაგება, აღვრთოვანდი და მივხვდი რომ საერთოდ არ უნდა მენერვიულა ამაზე, რადგან ის ისედაც ლამაზად გამოიყურებოდა. თავიდან ვწვალობდი იმაზე თუ როგორ შემეცვალა ჩემი დიზაინი ამ 16 ფერში, მაგრამ ახლა ვიცი როგორიც იქნება და მოუთმენლად ველი მის ნახვას, როდესაც ის დასრულდება. ერთობლივი ღონისძიება ბელგიასა და იაპონიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 160 წლის თავს ეძღვნება. ღონისძიების ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ ყვავილების ხალიჩა ხელოვნების ნიმუშზე მეტია და ადამიანებისა და კულტურების გაერთიანების სიმბოლოა. ხალიჩაზე 700,000-ზე მეტი ყვავილია გამოყენებული და მისი სიგრძე დაახლოებით 70 მეტრია, სიგანე კი 24 მეტრი. მოხალისეები საათობით მუშაობდნენ, რათა მხატვრის მიერ ჩაფიქრებული იდეა რეალობად ექციათ. ყვავილების ფესტივალი ყოველ წელს ტარდება და დამთვალიერებლებს 4 დღის განმავლობაში ექნებათ ინსტალაციის ხილვის შესაძლებლობა.